სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ქრისტე აღდგა. თქვენო უნეტარესობავ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ოჯახის სიწმინდის დღეს და ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან მღვდელმთავრები სოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან და ყველანი ერთად განვასახიერებთ უფალ იესო ქრისტეს ერთ დიდ ოჯახს. გილოცავთ ამ დღეს. ბევრი სიტყვა ითქვა დღეს ოჯახის მნიშვნელობის შესახებ და რა თქმა უნდა მადლიერებით ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც ეს დღე დაგვიწესა და მის მიერ დაარსებულ საყოველთაო ნათლობებს, რამაც ესე ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიის გაუმჯობესებას და ოჯახური ღირებულებების დაცვას და მინდა მოგახსენოთ, მე იქ თქვი ჩემს სიტყვაშიც, რომ ეს ტრადიცია საყოველთაო ნათლობების აუცილებლად გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ოჯახური ცხოვრება ღმერთის მიერ არის შექმნილი, როგორც ადამიანის ყოფიერების ფორმა, ცხოვრების ფორმა და რატომ მისცა ეს ოჯახური ცხოვრება ღმერთმა ადამიანს? მისცა იმიტომ, რომ ოჯახმა ადამიანი სასუფევლამდე მიიყვანოს. იმიტომ, რომ ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს ამ მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ხონებისთვის. ეს არის თავგანწირული სიყვარული. და ამას სწავლობს და ითვისებს არა როგორც მხოლოდ გრძნობას თუ ემოციას, არამედ პირველ რიგში როგორც სულიერ თვისებას, რადგან სახარებისეული ქრისტიანული სიყვარული არის პირველ რიგში თვისება, ვიდრე გრძნობა და ემოცია. და ეს ბევრ ადამიანს არ ესმის, ეს განსხვავება და ფიქრობენ, რომ როდესაც არა აქვთ მაგალითად ტრისადმი თუ არაკეთილმოსურნისადმი თბილი გრძნობები, ფიქრობენ, რომ არა აქვთ სიყვარული. იმიტომ რომ არ იციან ეს განსხვავება. ქრისტიანული სიყვარული პირველ რიგში გულისხმობს სულიერ თვისებას. და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ბავშვობიდანვე ღმერთთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ნორმალურ, კარგ ქრისტიანულ ოჯახში, სადაც ვიმეორებ ისწავლება ეს თვისებები. ადამიანი ხედავს, როგორ ეპყრობა მამა დედას, დედა მამას, როგორი ურთიერთობაა მშობლებს შორის და ნელ-ნელა სწავლობს აი ამ თავგანწირულ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ჭაბუკობის ასაკში ვერ მოვთხოვთ ჩვენ ამას ადამიანს, ამ თვისებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ის გადის ამ სკოლას, მოთმინების, თამდაბლობის, დათმობის, სულგრძელების, კეთილშობილების, სიმამაცის, აი ესეთ ბედნიერ ოჯახში და იძენს ამ მთავარ თვისებას. მაგრამ თუ ოჯახში ტრიალებს ძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის აბორტი მაგალითად, მაშინ რა თქმა უნდა ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ რომ როგორც ვიცით ბიბლიიდან ჩვენ მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის. და პირიქით, სადაც 2 თუ 3 წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება. იმიტომ რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს. და მადლს ფენს.
და როგორც ჩვენ ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან თავიდან უფრო რთულია პირველ 3 შვილამდე სირთულეები მეტია და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები და უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის აღზრდა და გაძღოლა. და აი ძვირფასოს მებო და დებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამას და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. და ამიტომ კარგად მრავლდებიან და შეიძლება ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. ამიტომ მოგცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრობოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან და უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ. არამედ პირიქით უნდა გავაძლიეროთ და გავამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. აი ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების და ღვთისწყალობის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები, ღმერთმა გაამრავლოს ჩვენი ოჯახები, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღდგა.